მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო, დღეს 23 თებერვალია, ორშაბათი და ჩვენ ტრადიციულად ხვდებით ჩვენს თეატრალურ ორშაბათზე. დღეს მე მინდა მოგიყვეთ ჩვენ თეატრის 30-იანი წლების ერთ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევაზე, რასაც საბავშვო რკინიგზა ერქვა. მუშტაიტის ბაღში 1935 წელს გაიხსნა საბავშვო რკინიგზა, რომელიც მსოფლიოში იყო პირველი. კი, მაშინ რუსულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, მაშინ არა, უფრო 50-იანი წლების შემდეგ, რომ სტალინის სამშობლოს გამო დაასახელეს პირველ რკინიგზადო, თორემ მანამდე რუსეთშიც იყო გახსნილიო, მაგრამ ასეა თუ ისეა, 35 წლის 24 ივნისი არის საბავშვო რკინიგზის დაბადების თარიღად მიჩნეული მსოფლიოში. რა კავშირი აქვს ამ საბავშვო რკინიგზას მოზარდ მაყურებელთა თეატრთან? პირდაპირ, რუსული მოზარდ მაყურებელთა თეატრი შეიქმნა რკინიგზელთა ბაზაზე. რკინიგზელების შვილები დადიოდნენ დრამატულ წრეებში, შემდეგ დგამდნენ სპექტაკლებს და შემდეგ უკვე რკინიგზელთა სახლში დაიწყო ფუნქციონირება რუსულმა დასმა. რამოდენიმე რკინიგზელის შვილიც ამ დასის წევრი იყო, მათ შორის შემდგომში უდიდესი რეჟისორი გიორგი ტოვსტონოგოვი. სწორედ ალექსანდრე ტოვსტონოგოვი, გიორგი ტოვსტონოგოვის მამა, იყო ერთ-ერთი იმ დამპროექტებელთაგანი, რომლებმაც საბავშვო რკინიგზა დააპროექტეს. მთლიანად მთელი ფორმატიც იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრში შექმნილი. რომ უნდა ყოფილიყო თავდაპირველად პროექტის მიხედვით 4 სადგური, რომელსაც ერქმეოდა გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. შემდეგ ტექნიკურად არ გამოდიოდა იმ სივრცეში 4 სადგურის გაკეთება და გაკეთდა 3 სადგური და ამის გამო უკვე წელიწადის დროები არ გამოდიოდა, რომ დაერქმეათ სადგურებისთვის. შემდეგ რასაკვირველია იდეოლოგია მიმძლავრა და ცენტრალურ სადგურს, საიდანაც გადიოდა მატარებელი, პიონერი დაერქვა. შემდეგ ვისიოლე, ასე ერქვა, ანუ სადგურს, სადაც ის ჩადიოდა და ამ ორივე სადგურზე მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები წარმოადგენდნენ სხვადასხვა პიესებს, 10-15 წუთიან ვერსიებს, ჩამოსული ბაქანზე მატარებლიდან მგზავრები, რომლებიც იყვნენ ბავშვები და მე უფრო მეც გეტყვით, მემანქანეებიც იყვნენ ბავშვები, ისინი ნახულობდნენ სპექტაკლს ყველა სადგურზე სხვადასხვა სპექტაკლს და შემდეგ ბრუნდებოდნენ სადგურ პიონერში. აი ასე გაგრძელდა დაახლოებით 10-12 წელი, როცა მჭიდრო თანამშრომლობა მიდიოდა რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრსა და მუშტაიტში შექმნილ საბავშვო რკინიგზას შორის. რაც შეეხება თავად უდიდეს რეჟისორს გიორგი ტოვსტონოგოვს, მან სწორედ აქ დაიწყო ჯერ როგორც მსახიობად მუშაობა ჩვენს თეატრში, ხოლო შემდეგ მან განახორციელა პირველი დადგმა, ეს იყო ხელისთხოვნა ანტონ ჩეხოვის, რასაც მალევე მოჰყვა დიდი ერეტიკოსები. შემდეგ მან განახორციელა რამდენიმე დადგმა გრიბოედოვის თეატრში, შემდეგ ის მიიწვიეს უკვე თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც 1939 წელს აკაკი ხორავას თაოსნობით გაიხსნა და მას მისცეს სწორედ პირველი ჯგუფი ამ ინსტიტუტის გახსნისთანავე აყვანილი, სადაც შემდგომში ცნობილი ქართველი მსახიობები მედეა ჩახავა, სალომე ყანჩელი, ეკატერინე ვაჩნაძე თუ სხვები სწავლობდნენ.
1946 წლიდან გიორგი ტოლსტონოგოვი გადავიდა სამუშაოდ ჯერ მოსკოვში, ხოლო 56 წლიდან გარდაცვალებამდე ლენინგრადის, ანუ პეტერბურგის დღევანდელი დიდი დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ გარდა გიორგი ტოლსტონოგოვისა ჩვენს თეატრში მუშაობდა ასევე დიდი მსახიობი შემდგომში ევგენი ლებედევი. მისი პირველი როლები სწორედ ამ თეატრში, ამ თეატრის სცენაზე იყო გათამაშებული. ის თამაშობდა ძირითადად ტოლსტონოგოვისა და მარშაკის დადგმებში და ტოლსტონოგოვის პეტერბურგში გადასვლასთან ერთად ევგენი ლებედევიც მან თან წაიყვანა. გადაცემის მეორე ნაწილში მე მინდა შევხვდეთ ჩვენი თეატრის მთავარ მხატვარს, ქალბატონ ნინო ჩიტაიშვილს და ვისაუბროთ მის შემოქმედებაზე და იმ ალბომზე, რომელიც სულ ახლახანს მის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოვიდა. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჩვენი თეატრის მთავარი მხატვარი ქალბატონი ნინო ჩიტაიშვილი. სულ ახლახანს ჩვენმა თეატრმა მოახერხა და გამოსცა ქალბატონ ნინოს შემოქმედებისადმი მიძღვნილი ალბომი და ამ ალბომის პრეზენტაციაზე თეატრის ფოიეში გაიმართა ნინო ჩიტაიშვილის გამოფენა, სადაც ძირითადად იყო გამოფენილი კოსტუმების ესკიზები ჩვენი თეატრის რეპერტუარის სპექტაკლებიდან. ნინო მოხდა ისე, რომ თითქმის 4 ათეული წელია ჩვენ ერთმანეთს მოვყვებით, ასე ვთქვათ, სხვადასხვა თეატრებში, ეს იქნება მარჯანიშვილის თეატრი, თეატრალურ სარდაფი თუ ახლა უკვე მოზარდ მაყურებელთა თეატრი, არაერთ სპექტაკლზე გვიმუშავია და მე მქონდა ბედნიერება, რომ შენთან როგორც მხატვართან მე მუშავა როგორც მსახიობს. ჯერ ასე იყო, ხო, და შემდეგ უკვე როგორც რეჟისორს. და ძალიან საინტერესო იყო ამ ალბომზე მუშაობის პროცესიც, იმიტომ რომ მხატვარმა ყველაზე კარგად იცის თავის შემოქმედების აი ეს ნიუანსები, რაც ვერც ერთი შემდგენელი შეიძლება ამას ასეთი წარმატებით ვერ ართმევდეს თავს და მართლაც შესანიშნავი ალბომი მივიღეთ და მთავარი მოქმედი პირი რასაკვირველია არის ნინო ჩიტაიშვილი ამ ალბომის. მე ვიცი რომ შენ ვიდრე მე გადაწყვეტილებას მივიღებდი ამ 12 წლის წინ რომ შენ გამხდარიყავი მთავარი მხატვარი, ბევრად უფრო ადრე დაუკავშირე შენი ცხოვრება მოზარდ მაყურებელთა თეატრს, არაერთ სპექტაკლი გააფორმე, რა ხიბლი აქვს ამ თეატრში მხატვრის მუშაობას? რა გითხრა დიმა, მოზარდ მაყურებელთა თეატრი ჩვენთვის ყველასთვის არის ჩვენი ბავშვობა, ხო ესეა. დაწყებული ძველი შენობიდან ზემელზე რო შევდიოდით და პანო რო იყო არაჩვეულებრივი ზურაბ ნიჟარაძის სპექტაკლები, მერი პოპინსი მახსოვს რაღაც არაჩვეულებრივი ფოკუსებით იყო. და კიდე რამდენიმე სპექტაკლი ესე ჩაგვრჩა ყველას ალბათ ბავშვობიდან. შემდეგ რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში მოვედი პირველად, სანამ გაერთიანდებოდა ქართული და რუსული თეატრები და სრული თავისუფლება ძალიან მეგობრული გარემო დამხდა და მომცეს სრული თავისუფლება. გია კიტია იყო რეჟისორი მაშინ და რაღაცნაირად რისი
მოლოდინიც მქონდა ჩემი აი სტუდენტობის დროს რო თეატრში მივიდოდი და მე მეგონა რომ არაფერი პრობლემა არ შემექნებოდა ტექნიკური. აღმოჩნდა რომ მერე და მერე შეიქმნა რასაკვირველია ბუნებრივია, მაგრამ აი ის გამართლდა პირველივე სპექტაკლებზე, რომ ჩანაფიქრი რაც მქონდა სრულდებოდა. და ამ იქიდან გამომდინარე რაღაცნაირად თავისუფლება არის ჩემთვის როგორც მხატვრისთვის ამ თეატრში მუშაობა არის თავისუფლება. ძალიან მნიშვნელოვანია. და ფანტაზიის გაშლა. მე ვიცი რომ რაღაც გარკვეულ სპექტაკლებს შენ მხოლოდ კოსტუმებს აკეთებ და იყო მაგალითად აი ახლა ხანს ქუთაისის თეატრში სცენოგრაფია იყო შენი და აი როდესაც ორი სხვადასხვა მხატვარი თანამშრომლობს უკვე სპექტაკლზე იქ ხო არ არის რაღაცა ისეთი აი გაუცხოება ან რაღაც როცა ერთი მთლიანი არ არის ხოლმე მხატვრის ნამუშევარში. იცი რა, პრინციპში ახლა მე ვისთანაც მიმუშავია როგორც მარტო კოსტუმების მხატვარს, შოთა გლურჯიძე. რაღაცნაირად ერთი სკოლა გვაქვს მე და შოთას და მეგობრები ვართ და ერთი ხელწერა არა, მაგრამ რაღაცა ერთი მიმართულებით იყურებით თუ მივდივართ. ამ მხრივ სანდრო ერისთავი ისიც ჩემი მეგობარია და აქ იყო პირიქით დეკორაცია და ძალიან საპასუხისმგებლოა და მე თვითონ კმაყოფილი ვარ ჩემი ნამუშევრით, იმიტომ რომ აი როგორიც მინდოდა რაღაც მონუმენტური ზღაპრული, ცოტა იდუმალი, აი რაღაც ისეთი დეკორაცია გამოვიდა. იცი რა, უნდა გაითვალისწინო რა თქმა უნდა, როგორც კოსტუმები სად უნდა ჩაჯდეს და შენ დეკორაცია რა კოსტუმების ფონი უნდა გახდეს, ხო ესეა? არ ვიცი, ნუ აი ამას ვითვალისწინებ მე. აი ახლა მახსენდება შენი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი ამ თეატრში, ეს იყო ოცნება თუ სინამდვილე, რომელიც შეიქმნა ინოლა გურგულიას სიმღერების მიხედვით ჩვენ მოვყევით რაღაც ამბავი. და იქ სწორედ დეკორაციაში ისეთი ინოლა სურნელი გრძნობოდა, ვინც კი ნახულობდა კონცერტი იყო, ხო, სპექტაკლი კონცერტი და დაუშვათ მის მელოდიურობაზე და ასე შემდეგ და შემსრულებლებზე. აი გამორჩეულად იყო საუბარი მხატვარზე. გამორჩეულად, იმიტომ რომ აქ აი სურნელი ინოლასი იყო სცენაზე და ეპოქალური თითქოს არ იყო კოსტუმები, მაგრამ აი იმ დეკორაციისა და ამ კოსტუმების თანხვედრამ რაღაცა საერთო ატმოსფერო შექმნა, რამაც ხელი შეუწყო ალბათ აი ესეთი ჰარმონია რთული მისაღწევია და ყოველთვის არ გამოდის. ალბათ, არ ვიცი. ახლა მე რაღაცნაირად არ უფიქრდები ამას. აი მე ვცდილობ რომ მივყვე რა ჩანაფიქრიც მაქვს, რა ხაზიც მაქვს და ვიმედოვნებ რომ გამოვა ყოველთვის კარგად და ამას გარდა შენ ხშირად გიწევს როგორც მთავარ მხატვარს გიწევს ახალგაზრდა რეჟისორებთან ურთიერთობა. აი როგორი თაობა მოდის რეჟისურაში, როგორ ფიქრობ ამ მხრივ და აი სცენოგრაფიის მნიშვნელოვნება თუ აქვს გასიგრძე განებული ამ ახალ თაობას? მეტნაკლებად ნებისმიერ თაობაში ესეა დიმა, ზოგს აქვს გათვალისწინებული, ზოგს არა აქვს და აქაც იგივე. არ ვიცი, მე მგონი ძალიან კარგი თაობა მოდის, მეტი ინფორმაცია აქვს ბევრად ვიდრე ჩვენ ქონდა, ხო ესეა? რაღაცა ამბავ შეიძლება დააბნიოს ამ ინფორმაციამ, რაღაცა შეიძლება მიბაძოს, მაგრამ ესეც ბუნებრივია ყველაფერი და აი ხა სწორედ თლად ახალგაზრდა თაობა არ არის, მაგრამ აი ვისთანაც ახლა ვიწყებთ სპექტაკლზე მუშაობას, ძალიან აღტაცებული ვარ მისი რეჟისორული ნამუშევრებით, რაც ვნახე. ნახოთ რა გამოვა. აქვე მინდა დავაანონსო, რომ ქალბატონი ნინო იქნება მხატვარი ძალიან მალე ახალი სპექტაკლის პრემიერა გვექნება. ამ სპექტაკლზე ცალკე ვისაუბრებთ, ამიტომ ჯერ არ ვამხელთ. მე მინდა ვუსურო ნინოს შემდგომი შემოქმედებითი წარმატებები, როგორც ჩვენ თეატრში, ისე გარეთ. ჩვენ არ ვართ ასეთი მომხვეჭელნი, რომ ნინო იყოს მარტო ჩვენთან, პირიქით, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ხელოვანთა გეოგრაფია, მით უფრო საინტერესოა და კიდევ ერთხელ მინდა რომ მაყურებელს უჩვენოთ აი ეს არაჩვეულებრივი ალბომი,
რომელიც სულ ახლახანს გამოვიდა და მიეძღვნა მხატვარ ნინო ჩიტაიშვილის შემოქმედებას. მომავალ შეხვედრამდე.